შენ შეგიძლია სულ რაღაც 129 ლარად გაფრინდეს საშობაო მოგზაურობაში და 4 ულამაზესი ევროპული დედაქალაქი მოინახულო ერთის ფასად, რადგან ეს დედაქალაქები ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. მათი სასტუმროები კი ღამეში 20-30 ევროღის ერთ ადამიანზე, თანაც ძალიან კარგი სასტუმროები ქალაქის ცენტრში. კვებას რაც შეეხება, მათ რესტორნებში 10-15 ევროდ შეიძლება ძალიან გემრიელად მირთმევა. დაუჯერებლად ჟღერს, ახლა გაგიმხელთ რომელ ევროპულ დედაქალაქებზეა საუბარი და დაგიგეგმავთ უიაფეს და საოცარ საშობაო მოგზაურობას. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ გვერდის გამოწერა ბევრი სასარგებლო ვიდეო სანახავად მოგზაურობაზე. დავიწყოთ. 16, 18 ან 21 დეკემბერს სულ რაღაც 129 ლარად შეიძლება ქუთაისიდან ვილნიუსში გაფრენა. ამ ქალაქში ცენტრში ან ცენტრთან ახლოს მდებარე სასტუმროები ღამეში 2 ადამიანზე დაახლოებით 50-60 евро ღირს, რაც ღამეში 1 ადამიანზე 25-30 евро გამოდის, ხოლო კაფეებსა და რესტორნებში კი 10-15 ევროდ შეიძლება ძალიან გემრიელი კერძების მირთმევა. ვილნიუსის დათვალიერების შემდეგ შევდივართ ავტობუსების აი ამ აპლიკაციაში და 10-დან 15 ევროს ფარგლებში ვყიდულობთ ბილეთს რიგას მიმართულებით. როდესაც ამდენი გადაადგილება გვიწევს მოგზაურობის დროს, აუცილებელია გქონდეს ბიუჯეტური და ხარისხიანი სამოგზაურო ინტერნეტი. რისთვისაც შევდივართ კოსმოსიმის აპლიკაციაში, სადაც უიაფესად შეგვიძლია ინტერნეტის შეძენა. ძალიან მარტივად გამოსაყენებელი აპლიკაციაა, ერთხელ აყენებ ვირტუალურ სიმბარაც და შემდეგ მუდმივად მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას შეგიძლია ისარგებლო. ხოლო თუ მიუთითებთ კოდს მოგზაური 1 გიგაბაიტს მიიღებთ საჩუქრად. ჩამოვედით ულამაზეს რიგაში. უბრალოდ შეხედეთ აქ ღამეში 2 ადამიანზე რა ღირს სასტუმროები, თანაც ქალაქის ცენტრში ან ცენტრთან ახლოს. გამოდის, რომ ერთი ადამიანი ღამეში 20-30 ევროს იხდის. რიგა არის საოცარი არქიტექტურის მქონე ქალაქი, უგემრიელესი და ულამაზესი რესტორნებით, სადაც ასევე 10-15 ევროდ ძალიან გემრიელი კერძების შეკვეთა შეიძლება. ამის შემდეგ ისევ შევდივართ ავტობუსების ამ აპლიკაციაში და რიგადან მივდივართ ტალინში. ბილეთი 15-16 евро ღირს. ტალინის საშობაო ზღაპარს გავს. აქ თავის შუა საუკუნეებში გეგონება. უამრავი ისეთი რესტორანი და კაფეა, რომელიც წარსულში გამოგზაურებს. ქუჩებიც იმ განცდას გიჩენს, თითქოს ძველ დროში ხარ. სასტუმროებს რაც შეეხება, აქაც იგივე სიტუაციაა. ღამეში 2 ადამიანზე დაახლოებით 30-60 ევროდ შეიძლება სასტუმროს ქირაობა ცენტრში ან ცენტრთან ახლოს, რაც ერთ ადამიანზე 15-30 евро გამოდის. კვება აქაც ძალიან იაფია. 10-15 ევროდ ძალიან გემრიელი კერძების შეკვეთა შეიძლება. ამის შემდეგ დაახლოებით 20 ევროდ შეგვიძლია გემის ბილეთის ყიდვა, რომელიც 2 საათში ჩაგვიყვანს ჰელსინკში. ჰელსინკში ერთი დღე საკმარისია, ამიტომ აქ ღამე დარჩენა საჭირო არაა და საღამოს ისევ უკან ტალინში წასვლა შობს. უკან დაბრუნებას რაც შეეხება, 30 დეკემბერს ტალინიდან თბილისში გამოფრენა 122 евро ღირს. სამწუხაროდ პირდაპირ ფრენა არაა და გზა დიდხანს გრძელდება, მაგრამ ვფიქრობ ამ საოცარი მოგზაურობისთვის უკანა გზაზე დაღლა ღირს. რას ფიქრობთ ამ იდეაზე?